რაც შეეხება პრიზებს და საჩუქრებს, ეს ჩვენ სტუდიაში ძალიან ბევრი იქნება, ჩვენი სპონსორი თოლია გვიმზადებს ესეთ საახალწლო საჩუქრებს. მართალია მცირედი დარღვევებით, მაგრამ მე მგონი შეჯიბრება მაინც შედგა ჩვენს ეთერში, ხო? თან ძალიან საინტერესო შეხვდნენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც არიან ახალ სახეობას ეუფლებიან ეს გამოცდილი სპორტსმენები. უკვე ვნახოთ მომავალში როგორი წარმატება. მათ არ უნდა უჭირდეთ არაფერი, იმიტომ რომ ისეთი სიმაღლეები აქვს დაპყრობილი, ხო? ჩვენ ისევ სპორტულ ახალწლზე გვინდა რომ ვისაუბროთ და უამრავი სპორტსმენი, ძალიან წარმატებული სპორტსმენი, რომელიც შეიკრიბა ერთად იმისთვის, რომ ჩვენ მოგვილოცოს ახალი წელი, ისინი ბოულინგ ცენტრში იმყოფებიან, ელენე ტრეხლებოვასთან და მარიკა ბაკურაძესთან ერთად. ნინო, როგორ ფიქრობ, ახლა რა შეჯიბრებას მოვესწრებით? უკვე გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს და მე ჯაჭვიანის მხარეზე ვარ. მაგდა და ნინო, თქვენ არც ერთნი არ ხართ მართლები. ჩვენი შეჯიბრებები უკვე დაამთავრდა, გამარჯვებულების გამოვლენილია, გამარჯვებულების გამოვლენილები არიან და შედეგებით ბატონ სოსოს მიმართავ ჩვენ საჯრო როგორ დაამთავრდა ეს ჩვენი მატჩი. შედეგები ბატონი გიორგი ასანიძე გახდა ჩემპიონი. ანუ პირველად წელს მე მგონი ეს პირველი გამარჯვება ოლიმპიური წელია და აბაშენიცი. მრავალი გამარჯვება. მე მგონი დასაწყისი საკმაოდ კარგია. მეორე ადგილზე გავიდა ბატონი ჰენრი კუპრაშვილი. გილოცავთ ბატონო ჰენრი, ეს ჩემი ჯგუფიდან არის. პრიზებს გაგასცემთ, ესეც გითხარით. პრიზები. გავიდა ბატონი შოთა ხაბარელი. გილოცავთ ბატონო შოთა. ბატონი გია თორთლაძე. შემდეგ და ბატონი ჯუმბერ ლეჟავა გაიყოს მე-4 ადგილი. აჰა, თქვენს გილოცავთ? მაგრამ როგორც ბატონმა გიამ ბრძანა რაღაც მსაჯობა არ იყო ისეთი. ხო, აი ბატონ გიას მაინც პრეტენზიები ჰქონდა და ბოლომდე შემოიღო. ნახოთ. მომავალ წელს მე არ ვიმსაჯე. მაგდა რაც შეეხება პრიზებს, როგორც შენახული, როგორც მე ავხსენე პირველ ჩარტოში ბოულინგ ცენტრმა დააწესა საგანგებო პრიზები, ქაბატონმა კრა პრიზებია ეს. ბოულინგ ცენტრმა პრიზი დააწესა გამარჯვებულისთვის, ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც ერთ გეიმში ჰქონდა სტრაიკები, მაგრამ პატარა სუვენირების სახით საახალწლოდ მთელ მონაწილეებს დაუწესეთ GMC ჯგუფის სახით გვინდა გადასცეთ ყველა მონაწილეს. ეს პატარა სუვენირები ბატონ სოსო ჯაჭვლიანს გავხსნათ ცერემონია. ხო, ტაში თუ შეიძლება აპლოდისმენტები გჭირდება ეთერში. ბატონ გიორგი ასანიძეს, ბატონ შოთა ხაბარელს. ეს რა დილაუთენია მოვიდნენ ჩვენთან და გახალისდნენ ჩვენთან და ასევე შემდეგ ბატონ ბერგესავას. ბატონ გიორგი ზიათარკოდეს და ბატონ ჰენრი კუპრავას. კუპრავას უკაცრავას. და მთავარი პრიზის არის მე მგონი არა? მთავარი პრიზი ჩვენ დავაწესეთ ბოულინგ ცენტრის სახელით, ეს არის ჩვენი ლოგო ბოულინგის და ეს პრიზი გვინდა გადავცეთ ბატონ გიორგი ასანიძეს, რომ ყველაზე კარგად თამაშობდა. გილოცავთ ბატონო გიორგი. წარმატებული ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის, გილოცავთ გამარჯვება, სულ ასე სტრაიკებით მსოფლიო რეკორდები მოხსენით, სულ სტრაიკები. ელენე, დიდი მადლობა. მე მგონი ახლა ჩვენი საჩუქრების ჯერ. არა, გარდა ჩვენი საჩუქრებისა, ბატონ ჰენრისაც აქვს საგანგებო პრიზი. ხო, საგანგებო პრიზი ჩვენთვის აქვს, მე მგონი არა? აი ბოულინგ ცენტრის უმშვენიერეს ქალბატონს მინდა გადავცე ეს წიგნი დარდანელის გმირი. აი ეს უნიკალური მოვლენა, რომელიც ამ დარდანელის გადაცურვას ეძღვნება, მინდა ასევე გადავცე და დიდი მადლობა გადაუხადო და უსურვო ულამაზესი ახალი წელი. ასევე მინდა ჩვენს მთავარ საათს გადავცე ეს საჩუქარი და გადავცე ჩემპიონთა ჩემპიონს. ბატონ გიორგი ასანიძეს. ტაში შევხვდეთ. გარდა ამისა, მაგდა რამდენადაც თქვენ იცით, ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა კომპანია თოლია დააწესა პრიზები და ცერემონიალს მარიკა გახსნით. გავხსნით ცერემონიალს, რომელსაც ახლა ვიწყებთ ჩემი მაგიდიდან, ჩემი გუნდიდან, ასე ვთქვათ, თოლიას პრიზები ერგო. ნომინაციაში წლის საუკეთესო მოცურავე. ეს გახლავთ ბატონი ჰენრი კუპრაშვილი. მე ამ მაგიდას დავამშვენებ მსხლით. პრიზი თუ შეიძლება გადავცეთ. შეიძლება სტუდიაში გადავცეთ პრიზი. გადავცეთ. ავანთოთ შუშხუნათ. ვაიმე ვერ ვანცებ ფიქრობ ძალა. თქვენ მაინც გაიმარჯვეთ პრობლემები მე მგონი. ავანთოთ. თქვენი ძალა გამოავლინეთ ახლა სანთებელას ანთებაში. სანთებელას არ მოვეწონეთ. თუმცა ასანთი მაქვს, მე თან მაქვს ასანთი. აი, შეგვიძლია ამით ავანთოთ ჩვენი შუშხუნა. ხო, შეიარაღებული. აი, კაბატონო მამაკა მოიტანა. აი, დამხარე ცეცხლი მოვიდეთ. კაჟის ქვა გაყოლდა ახლა და კარგი ცეცხლს ავანთებდით. აი, ინთება უკვე. პირველი შუშხუნა დაინთო. დაინთო ბატონი ჰენრი კუპრაშვილი წლის საუკეთესო მოცურავე. პრიზი შეიძლება ბატონ პრიზი
შემდეგი ნომინაცია ეს არის წლის საუკეთესო მთასვლელი. ბატონი გია თორთულაძე, გილოცავთ ბატონო გია, მეორე შუშხუნაც ინთება. აი, მეორე შუშხუნაც გილოცავთ ბატონო. პრიზი თუ შეიძლება გადავცეთ ბატონ გიას. და ბატონი ჯუმბერი მე მგონი მიხვდა მესამე პრიზი წლის საუკეთესო ველოსიპედისტი და მსოფლიოს მოგზაური ხო აი ასე ჯობს წლის საუკეთესო მოგზაური ველოსიპედით გილოცავთ ბატონო ჯუმბერი მესამე პრიზი თუ შეიძლება ბატონ ჯუმბერი და ჩემი მაგიდის დასამშვენებლად მეც ავანთებ ჩემი შუშხუნას რათა ჩემი გუნდი საბოლოოდ წარმოვადგინო დატობათ აი ჩემი შუშხუნა წაინთო ასე გამოიყურება და ჩემი მაგიდა ახლა ვნახოთ ახლა მე გადმოვინაცვლებ ჩემ მაგიდისგან დავაჯილდოებ ჩვენს მონაწილეებს მოკლედ ჯილდო რა თქმა უნდა ჩემპიონისთვის ბატონ გიორგი ასანიძეს გარდა ამისა ჯილდო წლის საუკეთესო ასე ვთქვათ ძალოსნისთვის კომპანია თოლიას დააწესა. შემდეგი პრიზი შუშხუნა რა თქმა უნდა. ხო, შუშხუნას ერთობა არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს. თავარი საახალწლო ნაპერწკალია თუ შეიძლება ასე ითქვას. რაღაც თქვენი შუშხუნას არ უნდა ამთება მგონი. აინცება აუცილებლად. ვაიმე. აი. შემდეგი პრიზი წლის საუკეთესო მსაჯისთვის გადაეცემა ბატონ სოსოს. მადლობთ გილოცავთ ბატონ სოსო. და შემდეგი პრიზი რა თქმა უნდა კომპანია თოლიასაგან და შემდეგი პრიზი ბატონ შოთას როგორც ძიუდოს საუკეთესო წლის საუკეთესო წარმომადგენელს და საუკეთესო მწვრთნელს. ოლიმპიურ ჩემპიონს როგორც გაბატონდა. ევროპის ჩემპიონი გიგა. მე თავანთებ შუშხუნას თუში. ხო, მე მგონი აი კიდევ არის ცეცხლი. და სანამ შუშხუნა აინთება ვიტყვი რომ ასე გამოიყურებოდა ჩვენი პირდაპირი ჩართვა 2003 წლის მე აღარ მაქვს შუშხუნა ასეთი იყო ჩვენი პირდაპირი ჩართვა 2003 წლის ელენი ასე მოვემზადეთ სპორტულად და თქმა უნდა საახალწლო განწყობით გული უწდება რომ ბოლო დღეა წელს მაგრამ ჩვენ მომავალ წელს თუმცა უკვე 5 იანვარს ერთმანეთს შევხვდებით შემოგიერთები და უამრავ საინტერესო სურპრიზს შემოგთავაზებ ტრადიციულად გილოცავთ მრავალს დაესწრებით თუ ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს თქვენ ოჯახებში ნახავთ კარგად ძალიან დიდი მადლობა. კარგად ძანდებოდეთ. ნელ-ნელა მშვიდობებით ყველა სტუმარს, რომელიც იყო ჩვენთან ერთად და რომელიც